დაბლად დგას, არა? კიდე რაში შეიძლება გამოვლინდეს სამპარტავნება? თქვენი აზრით. აი რაში შეიძლება გამოვლინდეს სამპარტავნება? შენ რაღაცა იცი, აბა გითხრ. რაში შეიძლება გამოვლინდეს კიდევ ამპარტავნება? აი ან რა სიტყვებით გამოვლენილა დაუშვათ? ტრაბახით კი ბატონო, კიდევ? აი რითი შეიძლება რომ ადამიანმა იტრაბახოს? ახალი ტანსაცმლით, კი ბატონო. მაგრამ ვისაც ახალი ტანსაცმელი აცვია, ის შეიძლება რომ უფრო მეტი იყოს იმაზე, ვისაც ძველი აცვია? აი, იცი რატო ამბობ? ალბათ თქვენ შეხვედრი ხართ სკოლაში ასეთ დამოკიდებულებას, რომ შეიძლება ვიღაცა, ესე იგი, პატივცემული იყოს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ კარგი ტანსაცმელი აცვია. მაგრამ მე გეხარ რამდენად აი მოქმედებს ადამიანის ღირსებაზე რა გაცვია? არ მოქმედებს, აი რა მნიშვნელობა აქვს ადამიანს რა აცვია? შეიძლება ადამიანს ძალიან ძველები ეცას, მაგრამ ესე იგი ღირსეული ადამიანი იყოს. მე რა რომ დაუშვათ. თავარი ის არის რომ აცვია და თან კიდე ნახე ახლა ერთ რამეს დააკვირდ. აი თქვენ კლასში რამდენი ხართ? 15-ნი ხართ, დაუშვათ. 15-დან ორ ბავშვს ვერ აცვია ისე კარგად, სიტყვაზე ვამბობ, როგორც იმ 13-ს. ეგ ვის ღირსებაზე ან უღირსებაზე მეტყველებს? როგორ ფიქრობთ? არა ვიცი? არა, ნახე რას გეუბნები, დაუშვათ, შენ ხარ იმ ორ ბავშვში კი არა, იმ 13 ბავშვში ხარ ერთ-ერთი. და შენ არ გაწუხებს 13-ნი რო კარგად დადიხარ ჩაცმული და იმ ორს რო უჭირს? მაგას ვამბობ, აი იმ ორს თუ ვერ აცვია კარგად და შენ ატყობ რომ ყოველდღიურად შენ ახლები გაცვია და იმას სულ ერთი და იგივე ტანსაცმელი აცვია, ამ 13-ს რომ არ აწუხებს ეს თავისი მეგობარი, რომელიც აი თქვენ ხო უკვე 9 წელია ერთად ხართ და 9 წელი რო შენი ოჯახის წევრია, მით უმეტეს აი როდესაც კლასი პატარაა ხო, იქ უფრო იგრძნობა ხო ეს ოჯახური გარემო და იმ 15-დან ორი ბავშვი რო ეგრე დადის და ამ 13-ს რო ეს არ აღელვებს და არაფერს იღონებს, განა ამ 13-ის ღირსებაზე არ მეტყველებს, თუ ღირსებაზე, ამაზე ხო მეტყველებს. და მაგას ვამბობ ზუსტად. 15-დან, ესე იგი 14 რო ლაღათ არის გახარებულია და ერთი რომ მოწყენილია და ამ 14-ს რომ არ აინტერესებს ის რომ მოწყენილია, ეგ მეტყველებს თუ არა იმაზე რომ ეს 14 ვერ არის სულიერად კარგად. ხო გესმით რაზე ვამბობ და ისე რომ თუ დაუშვათ რომელიმე ადამიანს შევატყობთ რომ ისე ვერ აცვია როგორც შენ ფიქრობ რომ უნდა ეცას და შენ არაფერს არ იღონებ, მაშინ რითი ხარ ვინმეზე მეტი საერთოდ? გესმით, აი ამ დამოკიდებულებას ვამბობ მე რომ აი ახლა თავი ის კი არ არის შენ გეცას კარგად. თავი ის არის რომ ესე იგი ღირსეული ადამიანი იყო. ღირსეულ ადამიანს ესე იგი სულაც არ ჭირდება რაღაცა განსაკუთრებულად ეცას. პირიქით, ღირსეული ადამიანი იმას ეცდება, რომ არავიზე მეტად არ ეცას. რომ არავინ არ დაიჩაგროს კიდევ მაგით. კიდევ რაში შეიძლება გამოვლინდეს სამპარტავნება? აი მაგალითად ვიღაცას რაღაცის უნარი აქვს სიტყვაზე. ხო არიან ახლა თქვენს კლასში იქნებიან, ვიღაცა სხვაზე უკეთ დახატავს, ვიღაც სხვაზე უკეთ იმღერებს, ვიღაცას ძალა აქვს უფრო მეტი, ვიღაცას უფრო მეტი გამჭრიახი გონება აქვს სიტყვაზე. ახლა სამი ბავშვიდან შეიძლება ერთი უფრო მალე მიხვდეს რაღაცას, მეორე უფრო ნაკლებად, მესამეც კარგად ხანი დაჭირდეს, ხო რაღაცა. მაგრამ ეს უნარები საიდან აქვს ადამიანს? აი რა აქვს ადამიანს ისეთი, რაც ღვთისგან არ მიუღია? ახლა მაგალითად ადამიანი არის 1.70 მ. სიტყვაზე გოგონა არის 1.70 მ. ეს უკვე გოგონასთვის უკვე ვერ იტყვი რომ დაბალი გოგოა, ხო ვერ იტყვი? შეიძლება 1.80 მ. რაღაც. ვიღაც შეიძლება არის დაბალი 1.50 მ. და
ეს განა ღვთისგან არ არის, ეხლა მან შემატა თავის თავს ეს სიმაღლე. 1 მილიმეტრსაც კი ვერ მოუმატებ. ნუ თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ქუსლები მაღალ ქუსლიანზე დადგები, ხო? მაგრამ ბუნებრივად შენს თავს შენ ვერაფერს ვერ მოუმატებ. ხო და მაშინ რითი ამაყობ თუ ეს შენ არ შეგიქმნია? ან რატო დასცინ იმას, ვინც არ არის მაღალი, ან რა დასაცინია საერთოდ ეგ. ზოგს აქვს კომპლექსი, რომ აი მე არ მაქვს ის სიმაღლე. რა მნიშვნელობა აქვს სიმაღლეს? რამდენი დიდებული ადამიანი იყო, რომ სიმაღლე არ ქონია. მაგრამ ისინი შინაგანად იყვნენ დიდები. ეგ არის ყველაზე მთავარი, თორე ფიზიკურად ესე იგი, აი ძველახთმაში როა დავითი და გოლიათი რო გავიდნენ საბრძოლველად. გოლიათი რამხელა იყო და დავითი კიდე პატარა, მაგრამ ღმერთზე მინდობილი. და აი ამ პატარა, მაგრამ ღმერთზე მინდობილმა გაიმარჯვა იქ. იმიტომ რომ ეს შინაგანად იყო დიდი. ხო და ეხლა ჩვენ ვსაუთ ასეთ შეკითხვას. თქვენი შეკითხვა ეს რომ როცა რამე ცოდვა ჩავიდინეთ, მონანიება შესაძლებელია თუ არაო და როგორ ფიქრობთ, აი ადამიანი რომელიც არის ამპარტაონი, რადგან თქვენ უფრო მაგას გაუსვით ხაზი, იგივე მატყუ არა. თუ შეიძლება რომ ადამიანმა შეინანოს ეს. შენელზე თუ ხდება თავის შესწმა შეინანოს. თუ ხდება, აბა რა. აი ძალიან კარგი. ესე იგი, რაც შენ რა ქვია? საბამ. აი რაც საბამ თქვა, პირველი ეგ არის, უნდა მიხვდე, რომ შენ აშავებ. მერე უნდა გადაწყვიტო, რომ აღარ გააკეთო. და მესამე იმედი უნდა გქონდეს, რომ გამოსწორდები და შეცვალო შენი ცხოვრების წესი. თუ იტყუებოდი და აცნობიერებ, რომ ეს ტყუილი რამდენად გაზიანებს შენს და სხვასაც და აი ამას გძნობ, როგორც საბამ თქვა. მერე უნდა შეწყვიტო ამის კეთება, გამოასწორო, არა? და უნდა შეცვალო შენი ცხოვრების წესი, აღარ უნდა მოიტყუო. ყოველ შემთხვევაში მცდელობა ეს უნდა გქონდეს, რომ არ მოიტყუო. დაუშვათ შეიძლება მცდელობა გქონდეს, რომ არ მოიტყუო, მაგრამ მაინც ჩვევა, ხო იცით როგორ არის ახლა ჩვევა ჯულზე უმტკიცესია, სადღაც კიდე წაგწდება და მოიპარავ, თუ მანამდე იპარავდი. სადღაც აი თამბაქოს თუ ეწევდი, კიდე შეიძლება სადღაც სულმა წაგძლიოს და მაგრამ თუ მცდელობა გაქვს, რომ აღარ გააკეთო, ეგ უკვე ძალიან დიდი ნაბიჯია გადადგმული სიკეთისკენ. იმიტომ რომ ეგ მცდელობა უკვე ნიშნავს, რომ შენს ადამიანურ ღირსებას არ ღალატობ. მაგრამ თუ დაგეგმილი გაქვს, რომ მაინც მოწევ, მაინც მოიპარავ, მაინც მოიტყუები, მაინც სიამაყებ რაღაც, ეგ უკვე ღალატია. აი ესეთი მაგალითი მომყავს ხოლმე, მაგალითად ფეხბურთი ხო ყველას ძირითადად უყვართ ხო ადამიანებს და ეხლა წარმოიდგინეთ აი 11 კაციდან დაუშვათ ვინც შემადგენლობაშია ესე იგი ერთმა რომ არ ივარჯიშოს სათანადოდ და ესე გავიდეს მოედანზე ხო უკვე ღალატობს თავის გუნდს არა დაუშვათ ერთხელ ეგრე გააკეთა მეორეთი ძალიან უნდა რომ მოინდომოს და ივარჯიშოს უნდა რომ გამოსწორდეს შეცვალოს მიხვდა რომ არ ვარგოდა ეგეთი რაღაც. ყველანაირად ცდილობს რომ უერთგულოს თავის გუნდს, მაგრამ მაინც არ წაუვიდა თამაში. ჩვენ ხო ვერ ვიტყვით იმაზე რომ ეხლა უღალატა, ხო ვერ ვიტყვით. იმიტომ რომ მთელი გული ჩადო, ეცა და მაგრამ არ გამოუვიდა. მაგრამ სხვა არის რომ იმ ცუდი თამაშის მერე წავიდეს და კიდე არ მოინდომოს და არ ეცადოს ესე იგი. და წინასწარ დაგეგმილი ქონდეს რომ აი როგორც გამოუვა ისე ითამაშოს, მთელი ძალით არ მოინდომოს. ეგ უკვე ღალატი. ანუ შინაგანად რა ამოძრავებს ადამიანს, მაგას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. და ღმერთი მოწყალე, არ არსებობს ისეთი ცოდვა, რომ სინანული არ შეიძლებოდეს. ახლა მაგალითად, აი რაღაცა ლამაზი ქურთუკი გაცვია, ხო ეხლა რომ გარეთ გახვიდე და რამეს გამოედო და რომ გაგეხეს. რას ზავაიღებ და აქვე ნაგავში ჩააგდებ და ეგრე წახვალ. გააკერავ ხო და აბა წარმოიდგინე შენ თუ შენ ქურთუკს ნაჭერს რომელიც დღეს არის და ხვალისედაც თავის დროზე გადასაგდები გახდება ეგრე გაუფრთხილდები და არ გადააგდებ როგორ ღმერთი თავის შვილს ეგრე გადააგდებს რაღაც რო შეეშალა არ გადააგდებს შეიწყნარებს მიიღებს როგორც შვილი ისე მიიღებს გულში ჩაიკრავს და ჩაიხუტებს ისე რომ აი ოღონდ სინანულის გადადება არ შეიძლება თუ ატყობ, რომ რაღაცა შეგეშალა, ის არ უნდა გადადო.
იმიტომ რომ ეხლა რამდენი სამწუხარო შემთხვევა მომხდარა. თუნდაც თქვენი ასაკის ახალგაზრდები რომ გარდაცვლილან. ხო ხდება ესეთი შემთხვევები, უფრო პატარებიც, დიდებიც, ჯანმრთელებიც, ესე იგი, ყველანაირი სოციალური ფენის თუ ჯანმრთელობის თუ რაღაცა კატეგორიის და ესე იგი დაზღვეული არავინ არ არის იმისგან, რომ აი რაღაცა ყოველ წამში რაღაცა არ მოხდება. არავინ არ არის დაზღვეული, სადღაც რაღაც ჩამოინგრევა, ჩამოვარდება, სადღაც ავტოკატასტროფა მოხდება, სადღაც უცბად ადამიანი აღმოაჩენს, რომ ესე იგი რაღაცა დაავადება აქვს. სადღაც უცბად აი რამდენი შემთხვევა ყოფილა რომ ახალგაზრდა გოგო ესე იგი ამ წინათ აი მოხდა ბავშვი უნდა ამოეყვანა იმიდან პატარა ბავშვი ყავდა საწოლიდან და უცბად ტრომბით გარდაიცვალა. ხო მაგას ხო ვერავინ ვერ გათვლის წინასწარ. ამიტომ მაგის გადადება არ შეიძლება. მით უმეტეს თუ რაღაცა მძიმე ცოდვა აქვს ადამიანს. როგორი ფილმებია კარგი თქვენი აზრით. თქვენი აზრით? უბრალოდ ესენი თქვენ გეკითხებიან. როგორი მულტფილმებია კარგი თქვენი აზრით? საბა, როგორი მულტფილმები მოგწონს? არ უყურებ ხოლმე. შენ გოგონა უკან როგორი მოგწონს? თქვენ როგორი მოგწონთ? გემოვნების ამბავია ხო თავისთავად ცხადია. თუმცა ისეთი არ უნდა იყოს რომ აი ზოგი არის ძალიან უგემოვნოდ გაკეთებული და შენც გიფუჭებს გემოვნებას. ზოგში რაღაცა ძალიან დიდებული მარცვლებია ჩადებული სიკეთისა. არის ესეთი ანიმაცია გაკეთებული პილიგრიმის მოგზაურობა. გაქვთ ნანახი? ძალიან საინტერესოა. პილიგრიმის მოგზაურობა. არის ძალიან საინტერესო ანიმაცია სერაფიმას არაჩვეულებრივი მოგზაურობა. პატარა გოგონაზეა ბავშვთა სახლში ვითარდება ოლენები. კიდე ხა ესე არ მახსენდება ერთბაშად. რატო ვამბობ, რომ იქ ბევრი ისეთია, რაც ადამიანს დაგაფიქრებს. ძალიან კარგი ანიმაციაა კიდე ესე იგი კოკო ქვია. კოკო, გაქვთ ნანახი? ანუ ეს რაზეა, იცით ახლა წაღან ხო ჩვენ მიცვალებულები მოვიხსენეთ. იმაზეა რომ ადამიანს რო თავისი მიცვალებულები ავიწყდება, ისინი იქ როგორ არიან. ნუ ეს ანიმაციაა საბავშვო მხატვრულად არის ძალიან კარგად გაკეთებული. ძალიან სასიამოვნო სანახავია თან ყველაფერთან ერთად. ხო, აი უცბად რაც გამახსენდა ეს შემიძლია რომ გირჩიოთ რომ უყურეთ და არინანებთ. ერთხელ ერთ ჩემი ძმაკაც ჰქონდა ძალიან ცუდი მეჩვევა, ანუ ერთ გოგოს სახელს რო ახსენებდნენ, ისტერიული თავისქნევა ეწყებოდა, თან გვეუბნებოდა რომ ძალით არ შვებოდა. შემდეგ ეკლესიის ეზოში იფურთხებოდა და პირჯვარს არ იწერდა და რისი ბრალია რომ ეგრე აკეთებდა. მე რა შევა გააჩნია ვინ იყო ის გოგო და რატო აკეთებდა ეგ არის ესე შორიდან ჩემთვის ძალიან ძნელია ეს როგორ რა უკავშირდებოდა იმ გოგონას და ამბიც რა ფიქრები ქონდა რა აკეთებინებდა ამას მე ესე ზოგადად ძალიან მიჭირს რო თქვა არ ვიცი შეიძლება რაღაც თქვა ეხლა და სრულიად არასწორი მიმართულებით წავიდე და ისეთი რამე ვილაპარაკო რომ რეალობისგან ძალიან შორს იყვეს და მე უფრო კონკრეტულად თუ მეტყვით რა მოხდა და რა ხდებოდა შეიძლება უფრო რაღაც მივაგნოთ როცა მეგობარი ყველანაირად გვერდში უდგახარ მეგობარს ალბათ და ყველანაირად ამხნევებ და ის ზედმეტად ცივად გექცევა რა უნდა გავაკეთოთ რა უნდა გავაკეთოთ რა გავაკეთოთ ამ დროს თქვენ როგორ იქცევით ჩვენ ხო შევხედრიოთ მე შენ სახეზე მეცნობი ხო ეთქო იყავით ხო თქვენ ეს თქვენია შეპარულია ტროასცხენი ვითარი ქიჩება არა თუმცა ეს ბავშვებიც ხო იყვნენ ერთხელ ხო
რა გავაკეთოთ? აი ჩვენ გვინდა მთელი გულით რო გვერდში დაუდგეთ და ის ყოველთვის ცივად გვექცევა. რა გავაკეთოთ? უფრო მეტად გავამხნევოთ. და თუ გიყვარს? დავუშვათ იმას არ უყვარხ. არა, შეიძლება არ გინდა მეგობრო, მაგრამ გიყვარს. გიყვარს აი. ხო, ძნელია თავისთავად ცხადია, თუმცა ხო და არა კი ბატონო შეიძლება ისეთი ვეღარ გამოვიდეს ეგ ურთიერთობა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ ნახავ რომ რამე უჭირს იმის გვერდში ყველა შემთხვევაში უნდა დადგა. ხო, არა, ისე არ უნდა, აბარა თუ გიყვარს ეგრე ვერც მოექცევი. მაგრამ ეხლა თუ იმას ატყობ რომ შენთან ურთიერთობა არ უნდა, ეგრე ძალითაც აბა ეგრე სიყვარული ძალით ხო არ გამოდის. მეგობრებში კი არა, არც შეყვარებულებში და არავის ეგრე ძალით, აბა რადგინა ეგრე ძალით გაკეთებული რაღაც. მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაგან ეს მისადმი კეთილგანწყობა არ უნდა დაგაკარგვინოს და თუ რამე შეატყობ რომ შენი თავი სადღაც ჭირდება, უნდა ეცადო რომ გვერდში დაუდგა. იმის გამო რომ მას არ უყვარხარ და ცივად გექცევა, ზურგი არ უნდა აქციო. თუ მას შენი თავი ჭირდება. მაგრამ თუ ატყობ რომ იმ ყოველდღიურ ურთიერთობაში შენთან ურთიერთობა არ უნდა და რაღაცა ესე არის, მაშინ ახლა რას გააკეთე? ძალით ხო? არა, ეგ შენი ღირსება, რომ მას გვერდში მაშინ დაუდგე, როცა მას ჭირდება. ეგ შენი ღირსება. ეგ უკვე მეგობრობა არ არის. ეგ შენი ღირსებაა, რომ ნებისმიერ ადამიანს რა უჭირს დაუდგე გვერდში. მაგას ვამბობ, აი არ მოიძულო მარტო იმის გამო, რომ ცივად გექცევა. ერთი მეგობარი ყავს ესე იგი და რაღაცა სუფრა იყო მოკლედ და ჩვენ ძმაკაცები ვიყავით და ჩვენი მეგობრის მამა სუფრასთან ახლა გარდაცვლილია ის ღმერთმა აცხონოს. და ერთი რაღაცა გვითხრა ამ სუფრაზე, ესეთი დამამახსოვრდა იმ სუფრიდან მარტო ერთი წინადადება, რომ თუ მეგობარმა დაკარგავ, მაშინ მეგობარი არ დაგიკარგავს. ანუ რა გითხრა ამითი, რომ თუ ვიღაცა მოახერხა და შენ დაკარგა, არ უნდა შენთან ურთიერთობა, მაშინ შენ მეგობარი არ დაგიკარგავს, იმიტომ რომ ეგ არ ყოფილა შენი მეგობარი. იმიტომ რომ თუ მეგობარია, ვერ შეძლებს რომ ეგრე დაკარგოს. ხო ხდება? იმასაც ენდოება შენთან ურთიერთობა. და თუ არ უნდა, მაშინავე მეგობარიც როგორ არის? ადამიანში 700 მეგობარი ხო არ ეყოლება. ყველა ვერ გაგიგებს ისე, ყველას ვერ გაუგებ ისე. თუმცა კარგი მეგობარი მართლაც რომ აუწონავი სიმდიდრეა. კარგი მეგობარი, აი მართლა ძალიან დიდი სიმდიდრეა მეგობარი. აღდგომის დღესასწაულს ბევრ მიცვალებულს არავინ აკითხავს და ძალიან ცუდია რა ხდება ამ დროს. შეგიძლიათ უფრო დამიკონკრეტოთ ეს რას გულისხმობთ? აი აღდგომის დღესასწაულია და ბევრ მიცვალებულს არავინ როდესაც საფლავზე გადიან ხოლმე ალბათ აღდგომის შემდეგ დღეებში, ბევრი მიცვალებული ისეა, რომ იქ არავინ არ მიდის, ხო მართალია? სხვათაშორის მე სულ ვამბობ ამას, რომ აი ესე იგი მარტო თვითონ კი არ უნდა მივიდეს შვილი თუ დედმამის შვილი თუ უნდა თავისი შვილიც წაიყვანოს იქ. აი დავუშვათ რომ გაიზრდებით, დაოჯახდებით, დავუშვათ პაპის საფლავზე გინდათ რომ მიხვიდეთ. მარტო კი არ უნდა მიხვიდეთ. თქვენი შვილიც უნდა წაიყვანოთ. რომ ასწავლოთ რა ხდება რეალურად, როგორ უნდა გააკეთოს. მარტო ის რომ სიტყვით უთხრა ეგ არ არის საკმარისი. უნდა შვილს მოკიდო ხელი მიიყვანო, იქ სანთელი ერთად დაანთოთ, იქ ბალახი ერთად დაასუფთავოთ, იქ ჯარი აღმართული უნდა იყოს, იქ სასულიერო პირთხოვრო პანაშვიდი გადაიხადოს. რაღაცა იქ მოწყალება გასცე შენი მიცვალებულის სახელზე და ეს შვილთან ერთად გააკეთო და ამით შენ ასწავლი
როგორ უნდა მიაგოს პატივი თავის მიცვალებულს, ასწავლი იმ შინაარსს, რა არის მიცვალებულისთვის ძალიან დიდი ნუგეში. და მერე ეს თავის შვილს ასწავლის. ის თავის შვილს და მათი წინაპრების საფლავზე აუცილებლად ვიღაცა ივლის. მაგრამ თუ ეს ერთხელ არ ასწავლა ვიღაცამ და ის ჯაჭვი გაწყდა, მერე ძნელია უკვე. მერე ძნელია, ამიტომაც არის. რომ თან ახლა კიდე პრობლემა რა არის, იცით რომ უამრავი ადამიანი არის საქართველოსდან წასული. უამრავი ადამიანია საქართველოსდან წასული. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, აი მე ამ ბოლო დროს ესეთი რამ გავიგე, ხო გახსოვთ მოსახლეობის აღწერა რო იყო. ხო ყველგან იყო, აქაც იყო ალბათ თქვენთანაც ყველგან. 1,300,000 ცხოვრობს საქართველოში ქართველი. და 1,200,000 არა ქართველი. ეხლა თქვენ შეხედეთ, ამ ტენდენციით თუ გაგრძელდა, ცოტა ხანში საქართველოში მცხოვრები ქართველები საგრძნობლად ცოტა იქნება, ვიდრე სხვა. დაახლოებით 1,000,000-მდე ამერიკაში არიან წასულები, დაახლოებით 1,000,000-მდე ევროპაში, 1,000,000-მდე ასევე რუსეთში კიდევ უფრო ადრე წასულები. საქართველოში უფრო ნაკლებია ქართველი ვიდრე საზღვარგარეთ. ხო და ალბათ ეგეც მოქმედებს ყველაფერს, ეგეც მოქმედებს რომ მივიდეს ვიღაც თავის მიცვალებულის საფლავში. შეიძლება თუ არა ჰელოვინზე წასვლა ქრისტიანებისთვის. თქვენ როგორ ფიქრობთ? ჰელოვინი არ არის ქრისტიანული დღესასწაული. და არამც თუ ქრისტიანული არ არის, იქ თავისი სატანური ნიშნები აქვს მას. ხო და ხა შეიძლება რომ ქრისტიანმა რაღაც სატანურ დღესასწაულში მონაწილეობა მიიღოს, არ შეიძლება. თუ ადამიანი ნამდვილად ქრისტიანი, თუ უბრალოდ მოინათლა და თავის თავს ქრისტიანს უწოდებს, ეგ სხვა რამეა. ჩვენ გვილაპარაკია მე მგონი რომ ქრისტიანი არის ის, ვინც ქრისტეს ბაძავს. ვინც ისე იქცევა, როგორც ქრისტე მოიქცეოდა, ვინც ისე იქცევა, როგორც ქრისტე გვარიგებს და ახლა ქრისტე აბა იმას გვარიგებს, რომ საეშმაკო რაღაცას გაეკარო, არ გვარიგებს ნამდვილად. ბარბარე პატარა საკვირაოში შედი, იქ არის. შეიძლება თუ არა სხვა რელიგიის წარმომადგენლებისათვის ტაძარში შესვლა და ლოცვა. ანუ სხვები რომ მართლმადიდებლურ ტაძარში შევიდნენ, მაგას ამბობ. ყოველ შემთხვევაში რა არის იცით, წირვაზე გარკვეულ დრომდე შეიძლება რომ მოუნათლავი ადამიანი იყოს. იმის მერე არც მოუნათლავი არ უნდა იყოს. აი თუ წირვაზე დაკვირვები ხართ, მღვდელი ამბობს, კათაკმეველნო განვედით. რაოდენი კათაკმეველნი ხართ, განვედით. იმის შემდეგ იწყება მართალთა ლიტურგია და იქ მხოლოდ მონათლული ადამიანი უნდა იყოს, მართლმადიდებლურად მონათლული. ზოგადად ახლა ადამიანი თუ შევა ტაძარში, რას იტყვი, ხო ვერ დაუშლი იმას. აი დაუშვათ ვიღაცა შემოვიდა მართლმადიდებლურ ტაძარში. იმას ხო ვერ დაუშლი, ხო ვერ ეტყვი, რომ შენ გარეთ უნდა გახვიდე. მაგრამ მართლმადიდებელი ადამიანი არ უნდა შევიდეს სხვა ტაძარში სალოცავად. თუ შევა რომ დაათვალიეროს, ეს სხვა საქმეა. რო აინტერესებს რა არის, როგორ არის აქ მოწყობილი. მაგრამ იმისათვის რომ შევიდეს, ეს არ შეიძლება. რას ვიტყვი იცი რომ უნდა მოინათლოს, თუ სწამს ხო მოინათლება კიდეც. ნებისმიერ ასაკში. მაგას ამბობ? კი, ნებისმიერ ასაკში. თუმცა წესით 40 დღის უნდა მოინათლოს. მაგრამ ხო შეიძლება ახლა ვიღაცას არ ყავს მორწმუნე მშობლები და მერე ბავშვმა გააცნობიერა რომ ასე და ასეა. ნებისმიერ ასაკში შეიძლება რომ მოინათლოს. მან შეზღუდვა არ არის. ძალიან საინტერესო შეკითხვა, რა არის სიყვარული? თქვენი აზრით რა არის სიყვარული? შენ გინდოდა კითხვა? და როგორ ფიქრო, ღმერთმა ყველას მიანიჭა? არა? ანუ მოდი მაშინ აი ამ 2-3 წინადადებიდან რაც ახლა ჩვენ თქვით, დასკვნა ასეთი გამოვიტანოთ.
ღმერთმა ზოგს მიანიჭა სიყვარულის ძალა და ზოგს არა. ჩვენ გავაგოთ. აი თუ დავუშვათ, აბა კი ბატონო. ესე იგი დავუშვათ თუ წავალთ იმ მიმართულებით, რომ ესე იგი ღმერთმა ზოგს მისცა სიყვარულის ძალა და ზოგს არ მისცა. მაგრამ ადამიანის თავარი დანიშნულება ესაა, რომ სიყვარული ისწავლოს და თუ დავუშვათ ღმერთმა უკვე დააკლო ეს შესაძლებლობა, მაშინ ხო ღმერთი უსამართლო გამოდის. ჩვენ კი ვიცით, რომ ღმერთი ყოვლად სამართლიანია. ჩვენ ახლა შვილები რო გვყავდეს, ზოგს მივცემთ რაღაცის ნიჭს და ზოგს არ მივცემთ, ჩვენზე რო იყოს დამოკიდებული. აი სწორად თქვა ღმერთმა ყველაში ჩადო ეს პოტენციურად, ყველას შეუძლია რომ უყვარდეს. მამა გაბრიელი როგორ ამბობს, აღსარებელი და სავლოს ჩვენი დიდი წმინდანი ამ ბოლო დროის. სიყვარული ისწავლებაო და ჩვენ ის უნდა ვისწავლოთ. და სიყვარული ყველაზე მეტად ვლინდება თავგანწირვაში. აი მაგალითისთვის ვიტყვი, შენ რა ქვია? თამარ. დაუშვათ, მოვიდა შენი თანასკოლელი და გეუბნება, თამარ, შენი დახმარება მჭირდება. სიტყვაზე ვამბობ, არ გიყვარს შენი ადამიანი. და გეუბნება, შენი დახმარება მჭირდება. შენ არ გიყვარს, მაგრამ შენს თავს აიძულებ, რომ დაეხმარო. ისე მოექცე, როგორც სიყვარულის შემთხვევაში მოექცეოდი. ერთხელ რომ გააკეთებ ამას, ძალიან დაღლილი ხარ გეზარება, მაგრამ აიძულებ შენს თავს გააკეთებ. მეორეთი სხვა შემთხვევას გააკეთებ, მესამე, მეოთხე და ღმერთი რომ დაინახავს შენს მცდელობას, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ გიყვარს, მაგრამ შენ სურვილი გაქვს გიყვარდეს, ღმერთი მოგანიჭებს აი ამ სიყვარულის ძალას, რომ მე უკვე სიყვარულით გააკეთებ და არა ძალდატანებით. ამას ამბობს წმინდა ამბროსი ოპტინელი. ის ამბობს ასეთ რამეს. ესე იგი, თუ გინდა რომ სიყვარული შეიძინო, აკეთე სიყვარულის საქმეები თავიდან თუნდაც სიყვარულის გარეშე. აი რაც მე თქვი, რომ აკეთო და მე ღმერთი მოგანიჭებს იმ სიყვარულის ძალას. ოღონდ იქ პატარა თავგანწირვა ჭირდება. თუ მხოლოდ მაშინ გაყვები ადამიანს სადმე დასვენებული რო ხარ და თან გასეირნება გამოგივა, ეგ არ იქნება ძალის დატანება საკუთარ თავს. აი დაღლილი რო ხარ და მაშინ რო გაყვები სადღაც, ეგ უკვე სხვა ამბავია. სიყვარული ყველაზე მეტად თავგანწირვაში ვლინდება, ესე იგი, ადამიანი შენთვის რაღაცას მოიკლებ, დროს, ენერგიას, მატერიალურს თუ რაღაცას და სხვისთვის რომ გააკეთებ, მაგაში ვლინდება ყველაზე მეტად. ხო და რა თქმა უნდა, აბა რა, ეგ კიდე სხვა ამბავია, ხო, მაგრამ რომც არ მიიღო, მაინც აბა რა სახელი რა ქვია? მარიამ, რომც არ მიიღო სხვისგან, შენ უკვე შიგნიდან ივსები, იმით ივსები, რომ ესე იგი, სხვისგან რომც არ მიიღო, შენ შიგნიდან უკვე გახარებული ხარ, ბედნიერი ხარ, მაგრამ ის თუ დააფასებს მაგას, შენ რაც გაუკეთ, ეს უკვე მისი ღირსების საკითხი. ეს მისი თვითონ თუ მადლიერი დარჩება, ეს მისი ღირსება. თორემ ის მადლიერი იქნება თუ უმადური, ეს შენს ღირსებაზე არ მოქმედებს, არც შენს ბედნიერებაზე. შენ შიგნიდან სხვა რაღაცამ განუგეშა, ღვთის მადლმა განუგეშა და ის ადამიანური ნუგე შეიძლება შენ აღარც კი გჭირდებოდეს. მაგრამ თავად მას, ვისაც შენ სიყვარულით ეკცევი, მას ჭირდება ეს რომ მადლიერი იყოს. აი მაგალითად უფალთან მივიდა 10 კეთროვანი. კეთრი ახლა იცით თქვენ როგორი დაავადებაა, რომ აი მთელ ტანზე ჩირქოვანი წყლულები ჩნდება, ესე იგი ისე რომ ფაქტიურად უკურნებელი დაავადებაა ეს კეთრი. და ადამიანებს იცით რომ თავის სახლში, თავის ოჯახში ცხოვრება არ შეეძლოთ ხოლმე. იმიტომ რომ ეს გადამდები დაავადება. ამიტომ ცალკე იყო ხოლმე დასახლებები, ზოგჯერ კუნძულზე ხდებოდა მათი დასახლება და ყველა კეთროვანი ერთად ცხოვრობდა ხოლმე. და თუ მოხდებოდა რაღაცა უიშვიათესი შემთხვევა, რომ განიკურნებოდა, მერე უბრუნდებოდა ხოლმე ადამიანი თავის ოჯახს და ძველ აღთქმაში ასე იყო, რომ სანამ დაუბრუნდებოდა ოჯახს, ჯერ უნდა მღვდელთან მისულიყო. ძველი აღთქმის წესი ეს იყო, მღვდელთან უნდა მისულიყო და
უნდა ჩვენებოდა ესე იგი თუ მღვდელი იტყოდა რომ ეს განიკურნა მაშინ უბრუნდებოდა ოჯახს და ქრისტესთან მიდის 10 კეთროვანი შორიდან უძახიან რომ ახლოს ვერ მიდიან იმიტომ რომ არ შეიძლება ახლოს მის შეწყალებას თხოვენ დახმარებას და უფალმა იესო ქრისტემ თავისი თამდაბლობიდან გამომდინარე უთხრა რომ კი არ უთხრა მე განკურნავთ ახლა არა და მან განკურნა წადითო და თქვენი თავი მღვდელს უჩვენეთ იმ წესის გამო რაც წეგან თქვი უკვე და რომ მიდიან გზაში ყველამ შეატყო რომ განიკურნა ეხლა წარმოიდგინეთ განიკურნა ნიშნავს უბრალოდ რაღაც სურდო ჰქონდა და გაუარა კი არა კვდებოდა კაცი უნდა მომკვდარიყო ძალიან ხშირი შემთხვევები იყო რომ ამითი ხალხი კვდებოდა ვერ იკურნებოდა ისე კვდებოდა წარმოიდგინეთ ახლიდან დაიბადნენ ესენი და იმათიდან როგორ ფიქრობთ რამდენი მოვიდა მადლობის სათქმელად ერთი მხოლოდ ერთი მივიდა იესო ქრისტესთან დაიჩოქა მადლობას ეუბნება და უფალი ეკითხება განა 10-ვე არ განიკურნეთო და ის 9 სად არიანო ვერ იპოვეს თავის თავში ძალა რომ მოსულიყვნენ და მადლობა ეთქვათ ეხა იესო ქრისტეს კი არ ჭირდებოდა რომ ვიღაც მისულიყო და არ იქა დიდი მადლობა და მთელი ამბები არა მას უნდოდა რომ თავად იმ 9-შიც ეს ღირსება ყოფილიყო ეს მადლიერების გრძნობა ყოფილიყო იმიტომ რომ მადლიერების გრძნობა ეს დიდი ღირსება ადამიანის გულს არ ბილებს სხვაგვარი ხდება ადამიანის გული და იესო ქრისტეს ეს უნდოდა ახლა რა თუნდა მშობელს რო შვილი მადლიერი იყოს იმ ამაგის გამო რასაც მშობელი აკეთებს იმიტომ რომ თავად შვილი უნდა რომ ესეთი ღირსეული ყავდეს რომ აი დააფასოს მშობლის ამაგი თორე ის კი არა რომ მშობელთან მიხვიდე და ტაში დაუკრა არის ხარ ამაგარი ხარ რა კარგა იზრუნე მშობელი მითი ხარობს რომ შვილი ხედავს ამას შვილშია თავად ეს ღირსება მადლიერების აი გარი თავად და იმიტომ ამბობ შენ თუ სიყვარულით მოეკეცი და ის ხედავს ეს მისთვის არის კარგი ისე რომ აი ჩვენ თუ ვინმე რაღაც სიკეთეს გაგვიკეთებს ჩვენ ვეცადოთ რომ ის არასოდეს არ დავივიწყოთ ერთი მოხუცებული ქალბატონი იყო მიყვარს ხოლმე ამისი მოყოლა და ძალიან კარგად გამოიყურებოდა ეხა აი როგორც თქვენ რომ გამოიყურებით ლამაზად აი 70 წელი რო გავა და ისევ ესე ლამაზად რო გამოიყურებოდეთ და თავის შვილი ეკითხება ბებო შენ ამდენი რამე გინახია ცხოვრებაში ამდენი სირთულე გადაგიტანია და როგორ მოახერხეო რომ ესე ლამაზად გამოიყურებოდეო და მან უთხრა რომ ესე იგი ადამიანსო აქვსო ორი უნარიო და ამის მეშვეობით მოახერხო ეს ორი უნარი რა არისო ერთი არის დავიწყება და მეორე დამახსოვრება თუ ვინმე რაიმე ცუდს გამიკეთებდა მე იმას ვივიწყებდიო ჩემს გულში არ ვიტოვებდი იმიტომ რომ ეს გულს დაუზიანებ და გააფუჭებ და ადამიანს თუ გული დაუზიან და გარეგნულათაც ისეთი ვეღარ არის და თუ რამე კარგი მოხდებოდა ვინმე კარგს გამიკეთებდა იმას ვინახავდი ჩემს გულში იმას ვიმახსოვრებდი ეგრეა ეხლა წარმოიდგინეთ თუ რამე სიბინძურე შემხვდა ქუჩაში მე რომ ამ ოთახში შემოვიტანო რას დაემსგავსება ეს ოთახი ხო მართალი აქედან კარებს რო გააღებ როგორი სიმყრალე გავა ადამიანს რომ მეტყველებს რაც გულში აქვს ისა მოდის პირიდან და მაგრამ თუ რაიმე კარგს ვნახავ სურნელოვანს ლამას და აქ შემოვიტან ეს ოთახი გალამაზდება ამ ოთახიდანაც კეთილსურნელება გავა ხო მართალია და ეგრეა ადამიანი თუ რაიმე კარგს გაიგებს ვიღაცა სიკეთეს გაუკეთებს ეს უნდა დაიმახსოვროს ამაზე უნდა ილაპარაკოს და თუ ვინმე ცუდს გაუკეთებს ეს თვითონაც უნდა დაივიწყოს და არც ხებთან არ ილაპარაკოს და ეს პირველ რიგში მას არგებს თავარი ეგ არის როგორ შეგვიძლია რომ უფრო კეთილი ადამიანები ვიყოთ ჩვენ უნდა იესო ქრისტეს მივბაძოთ ბავშვები ჩვენ ქრისტიანები ვართ ქრისტიანი არის ქრისტეს მიმდევარი ვინც ქრისტეს მიყვება შეუძლებელია ადამიანი ქრისტეს ბაძავდეს და ის უფრო კეთილი არ გახდეს უფრო მშვიდი უფრო მოწყალე უფრო თამდაბალი უფრო მომთმენი უფრო მამაცი აი ეს თვისებები ნელ-ნელა ადამიანში გაჩნდება უფრო სწორად კი არ გაჩნდება ღმერთმა ეს თვისებები ჩადო ადამიანში მაგრამ ამას ტალახი აქვს ზემოდან დასმული აი ტალახში ჩავარდნილ მონეტას გავსწო თითოეული ადამიანიო წმინდა ბასილი დიდი ამბობს მე ხა ესე ვაკეთებ ხოლმე რომ ტალახიან 20 წეთრიანი მაქვს ხოლმე და
ირემი ხუაზეთ ხო ირემი ახატია თუ დაკვირვები ხართ და 10 თეთრიანს არ ვდებ ხოლმე ტალახში, იმიტომ რომ 10 თეთრიანს თუ დაკვირვები ხართ, წმინდანი ახატი. წმინდა მოწამე მამაი, ზოგან მამანტი წერია. ეს ახატია და იქ ცოტა სიფრთხილეა საჭირო, სადაც წმინდანი. ახლა სადაც ირემი ახატია რა უჭის და ესე ვაკითხები ხოლმე, აბა რა არის გამოსახული და ხო არ იციან რა მიჭირას, არ იციან რა არის გამოსახული. რაც უფრო მეტად იმას გაასუფთავებ, ხო გამოჩდება რა არის აღბეჭდილი ზედა. ირემი რო ხო გამოჩდება. ხო და ადამიანის თურმე ეგრე არისო, წმინდა ბასილი დიდი ესე ამბობს. ადამიანი ტალახში ჩავარდნილ მონეტას გავს და თითოეულ ადამიანზე არის ქრისტე აღბეჭდილი. როგორც იმ 20 თეთრიანზე ირემია, ისე თითოეულ ადამიანზე ქრისტე აღბეჭდილი და რაც უფრო მეტად გაასუფთავებ, მით უფრო გამოჩნდება ქრისტეს თვისებები ადამიანში. ან რაც უფრო ახსარებას იტყვი, რაც უფრო სუფთა წმინდად იცხოვრებ, ეზიარები ხშირად ჩვენში გამოჩნდება ქრისტეს თვისებები და ქრისტეს თვისებებია სწორედ სიყვარულიც, თამდაბლობაც, მოთმინებაც, სიკეთის კეთებაც, ესე იგი და ყველაფერი რაც თავში ადამიანს აი კარგი მოუვა. და თუ ადამიანი ეცდება რომ ქრისტეს გაყვეს, მიბაძოს, აღმოაჩენს რომ ეგრე ადვილი არ არის. ამიტომ როგორც საბამ თქვა, გააცნობიერებს რომ ვერ აკეთებს. მერე როგორც მარიამა თქვა, ეცდება რომ აღარ გააკეთოს ეგ და ახსარება თქვა, წინ წავიდეს და კიდევ უფრო მეტად მიემსგავსოს ქრისტეს. თქვენი აზრით ჩვენი თაობა როგორიაო? ჩემი აზრით თქვენი თაობა არის ძალიან საყვარელი და ბევრი კეთილი უნარის მქონე, დიდი ძალის მქონე. მაგრამ ეხლა ნახეთ რა შეასაქმე. თქვენ უნდა ეცადოთ რომ აი ეს ძალა, ის ენერგია, რაც თქვენშია, საღვთო საქმეს მოახმაროთ. იმიტომ რომ თუ საღვთო საქმეს არ მოახმარებთ, იმ ძალას და ენერგიას აუცილებლად ეშმაკი გამოიყენებს სათავისოდ. იმიტომ რომ ამ სამყაროში მესამე ძალა არ არსებობს. ადამიანი ან ღმერთს ემსახურება, ან ეშმაკს ემსახურება. ამიტომ აი ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, ესე იგი, ის სიკეთეები რაც ჩვენშია, ის ცოდნა, ის ენერგია, ის მონდომება, გულმოდგინება, შრომის მოყარება, რას მოახმაროთ? თუ ჩვენ არ ვეცდებით, რომ ეს სასიკეთო და საღვთო საქმეს მოახმაროთ, აუცილებლად ეშმაკი გამოიყენებს ამას. ამიტომ აი ეცადეთ, რომ ესე იგი თქვენი საზრუნავი არის თქვენი თავიც, თქვენი ოჯახიც, თქვენი უბანიც, ქალაქიც, თქვენი სამშობლოც, ეს თქვენი საზრუნავი. აბა სხვა ვინ იზრუნებს ესე იგი. თუ თავის დროზე ჩვენ ხელები რო იყვნენ, ის ჩვენი წინაპრები, ქართველები არ ზრუნავდნენ და რაღაცა გულს არ ჩადებდნენ ამ საქმეში, საქართველოს დღემდე ალბათ ვერც მოვიდოდა. ამიტომაც აი ჩვენი საზრუნავიც ახლა ეგ არის. და თუ რაიმე სანდურავი არის რომელიმე თაობისა, ის იმ თაობის ბრალი არ არის. ის წინა თაობის ბრალი. აი რომ დავფიქრეთ. და თქვენი მომდევნო თაობა თუ არ ევარგება, ეს თქვენი ბრალი იქნება. თუ რამე არ მოგეწონება თქვენს მომავალ თაობაში, ეგ უკვე თქვენი ბრალი იქნება. იმიტომ რომ თქვენ არ იზრუნებთ, რომ თქვენ შემდეგ უკეთესი თაობა იყოს. ეხლა მაგალითად აი რო გაიარო და სიტყვაზე ატამი რო დაინახო, როგორ ფიქრობ, მაღლა რო აიხედები, რა ხე იქნება? ატმის ხე იქნება, ის ატამი ატმის ძირში ვარდება, ხო მართალია. როგორიც არის ხე, ნაყოფიც ეგ არის. და ჩვენ ახლა თუ რაიმე ნაყოფი არ მოგწონს, ნაყოფს დავაბრალოთ, იმ ხის ჯერის ხეა გამოსასწორებელი. ის ხე რო იყო ასეთი თუ ისეთი, ნაყოფიც ისეთი მოგცა. აი მაგალითად თქვენ თუ გინდათ რომ ჯერ კი პატარები ხართ, მაგრამ ეხა მაინც ხო ხართ უკვე იმას აქში რომ აი რაღაცას ფიქრობთ, შეყვარებულები ხართ, რაღაც შეიძლება ზოგიერთ და ოჯახებაზე უფიქრია, ჯერ ადრეა რა თქმა უნდა ეს, მაგრამ ხო სადღაც რაღაცა ეხა მეც ხო ვიყავი თქვენი ტოლი და ხო გამომიულია ეგასაკიც და ზოგი შეიძლება ხე შეყვარებულებიც ხართ, რა ვიცი, ერთმა ესე იგი ტკბილად შეგაბეროთ ერთმანეთს თუ ესე არის და უკვე უნდა იზრუნოს ადამიანმა როგორი შვილები ეყოლება.
ის თვისებები. აი როგორი შვილები გინდა რომ გყავდეს. როგორი? აი რა თვისება გინდა რომ გქონდეს. ძალიან კარგი. ეხლა ესე იგი, მოდი მე რაც დავიმახსოვრე. დედას სცემდეს პატივს, ოჯახს, თავის სამშობლოს, მეგობრებს და იესო ქრისტეს წამდეს. კიდე როგორი გვინდა რომ ჩვენი შვილი იყოს? აბა შენ რას გეტყვი? კეთილი იყოს კიდე? კი ბატონო, კეთილი იყოს კიდე როგორ? შობელზე უკეთესი იყოს კი ბატონო, სამართლიანი იყოს. ეხლა ამას იცი რატო ვამბობ? აი მოდი უბრალოდ თქვენთვის დაფიქრდით. ან ეხლა თუ არა 2-3 წელიწადში მერე როგორი შვილიც გინდა რომ გყავდეთ, უბრალოდ ჩამოწერეთ ფურცელზე ის თვისებები, ყველაფერი, აი იდეალური, რასაც თქვენ წარმოიდგენთ. და მერე რა გააკეთოთ, იცით? ჩათვალეთ, რომ ეს არის თქვენი სულიერი სარკე. აი აქ უნდა ჩაიხედო და შენს თავს გულწრფელად, მეუკერძოებლად, პირუთვნელად შეეკითხო. აი ეს მე რაც ჩამოვწერე, მე ვარ თუ არა ეგეთი. და პირველი იცი რა უნდა აღმოაჩინო, რომ არა ვარ ეგეთი. და მე რა უნდა გააკეთო? ეს იქა ვარ საბამრო თქვა აღმოაჩინე რომ არა ვარ ეგეთი. ეხლა მარიამთან გადმოვედი ისე. გადავწყვიტო რომ ისეთი აღარ ვიყო როგორიც ვიყავი და აი ესეთი გავხდი. და დაიწყო შრომა შენს თავზე. და შენ რომ ნელ-ნელა ესეთი გახდები, შენი შვილი რომ დაიბადება, უკვე შენ დიდი ნაბიჯი გექნება გადადგმული რომ შენი შვილი ეგეთი იყოს. აბა რა მაგალითად მარიამ და შენი შინაგანი მდგომარეობა გადადის იმას. და ერთი ახალგაზრდა დედა მივიდა ბრძენთანო და კითხავ, მასწავლეო შვილი როგორ აღზარდაო და რა ხნისაა შვილიო და 2 დღისაო და დაგვიანებულია. მაგის აღზრდა უკვე დაგვიანებულია. რატო უთხრა ისე? ჯერ შენ უნდა აღგეზარდა შენი თავი და მე ისწავლიდი შვილი როგორ აღზარდა. ამიტომ უკვე თქვენ ძალიან კარგი ასაკი გაქვთ. აბა უბრალოდ მოსინჯეთ, ჩამოწერეთ ეს და შეადარეთ თქვენი თავი ესე იგი. მე რო ჩამოვწერო და ჩავიხედო გული გამისკდება. ამიტომ თქვენ შეიძლება ცოტა არ მოგეწონოთ, მაგრამ ეცადეთ რომ ის შეცვალოთ რაც არ მოგეწონოთ. ძალიან ხო არ გვიგრძელდება, ხო არ დავღალე ბავშვები. არა. თუ ჩათვლით რომ მოვიწყინეთ მამაო გაგვანებე თავიო იმ წუთში გავჩერდეთ. მე ერთი პატარა ვიდეო უნდა გაჩვენო ჩვენი ბავშვები ბანაკში ყავდა და შეიძლება კიდევ ნანახი. როგორ მოვიქცეთ, როცა ხვდებით რომ შენდამი გულგრილობასთან, მაგრამ მასთან ერთად ნახევარი დღის გატარება გვიწევს. ანუ ადამიანი ჩვენს მიმართ ძალიან გულგრილად არის, მაგრამ ჩვენ გვიწევს რომ მასთან ანუ ნახევარი დღე რას ნიშნავს? სკოლის პერიოდი. ანუ კლასელია ეგრე და ყინული რითი შეიძლება გავადნოთ? მაცივარში დავდოთ? სითბოთ. არ არსებობს შენმა სითბომ ადამიანი რომ არ შეცვალოს. შენ თუ ადამიანს ხვდები რომ ეგეთი გულგრილია, ესე იგი შენ დააკელი რაღაც. აბა მოდის ცადე, უფრო მეტი სიყვარულის ცადე. აიძულე შენს თავს. უფრო მეტად თბილად მოეკეცი. ეგ თვალთმოქცობა არ იქნება. ეგ იქნება ის რომ შენ გინდა რომ ის გიყვარდეს და მასაც გინდა რომ უყვარდეს. ესე იგი, საბანს აქვს ესეთი პრინციპი. აი ძალიან რო ცივა. რო დაიფარებ, საბანი ხო ძალიან ცივია. მაგრამ შენი სითბო ათბობს ამ საბანს. აბა თავისით ხო ვერ გათბება, ელექტროსაბნებიც კი არის, მაგრამ ისე ვამბობ. და მე მთელი ღამე ის საბანი გათბობს შენ. ხო ეგრე? მაგრამ ჯერ შენ უნდა გაათბ. ადამიანიც ეგრე. შენი სიყვარული ჯერ მისი გული უნდა გაათბო. სხვანაირად მისი გულიდან შენ სითბოს ვერ იგრძნობ.
ამიტომაც აი ეცადეთ რომ თუ ვინმე გულგრილია თქვენს მიმართ საკუთარ თავს მოსთხოვეთ სხვას არ მოსთხოვოთ არასოდეს არაფერი სახელი რა ქვია ნინი ნუ დათვლი იმას რასაც შენ გასცა შედეგს შეხედე რამდენ თუ არ არის კიდე უფრო მეტად სიცხეს უნდა მოუმატო გულის სიცხეს უნდა მოუმატო იმიტომ რომ თუ ატყობ რომ ყინული ვერ ღვება ესე იგი სითბოაკლია ხო მართალი არა აი უბრალოდ ცადეთ და არ თქვა რომ ამდენი გაუკეთე და მოდი ახლა აღარაფერს გაუკეთებ არა კიდეს წადე არ დანებდე და გამოვა რამდენჯერ ყოფილა რამდენი სპორტსმენი ყოფილა ბევრი წარუმატებლობის შემდეგაც არ დაუნებებია ცდელობისთვის თავი და მერე გამოსული და ეგ არის ყველაზე ტკბილი უბრალოდ ჩვენ ნებისყოფა არ ყოფნის ჩვენ მაშინვე გვინდა მაგრამ ეგრე ადვილი არ არის რა გავაკეთოთ თუმცა ეხლა რასაც მე ვამბობ ბავშვებო ეს თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ შეგიძლიათ არ მიიღოთ შეგიძლიათ თქვათ რომ ეს კი ბატონო სწორია ან თქვათ რომ არ არის სწორი ეს თქვენ როგორც საჭირო ჩათვლით უბრალოდ მე რადგან მეკითხებით მე ხო მოვალე ვარ რომ გიპასუხოთ არა და როგორც მე ვფიქრობ დაუშვათ ჩემი ძალიან პატარა გამოცდილები და ან რაც წამიკითხავს სახარება იქნება თუ წმინდა მამათა ცხოვრება იქიდან რაღაცებს გეუბნებით თორე ეს თქვენ მე როგორც საჭირო ჩათვლით რა გავაკეთოთ როცა ვხედავთ რომ ის ადამიანი იტყუება ჩვენ ის სიმართლე მაინც თქვათ თუ არ ვიტყვით ცოდოთ ჩაითვლება ჯობია თუ იტყუება თვითონ თქვას ეს სიმართლე რაც არის ჩვენ ხوار ჩვენ დავაბეზღოთ ჩვენ როგორ დავაბეზღოთ დავშოთ აი კლასში ვიღაცამ ფანჯარა ჩატეხა და ჩვენ ვიცით რომ ჩატეხა ის ამბობს რომ არ ჩამიტეხია ჩვენ ახლა დამრიგებელს ხო ვერ ვეტყვით არა საერთოდ ვამბობ ხო ვერ ვეტყვით აი ისედაც აი მასწავლებელი გვეკითხება და თვითონ მასწავლებელსაც მე ვფიქრობ არ უნდა უნდოდეს რომ ჩვენ გვათქმევინოს რომ ვიღაცამ ჩატეხა იმიტომ რომ მასწავლებელო მე შეიძლება ის კი არ თქვა რომ მასწავლებელო არ ვიცი ვინ ჩატეხა ეგეც ტყუილი რო არ გამოგივიდეს უნდა ვაშკაცურად თქვა მასწავლებელო მე ვიცი მაგრამ არ შემიძლია რომ გითხრათ ვინ ჩატეხა აბა როგორ გითხრათ არა კიდე სხვა საკითხი ეგ კიდე სხვა ამბავი იმიტომ ამბობ თვითონ უნდა თქვას რატომ გიყვართ ბავშვებთან ურთიერთობა არის ბავშვები ძალიან საყვარლები არის რაც მიყვართ ესე იგი თქვენ ნატყობთ რომ ბავშვებთან ურთიერთობა მიყვარს მეც ბავშვი ვარ და იმიტომ ბავშვები ყველაზე უკეთ მიგებენ შეიძლება დიდმა ვერ გაგიგოს რაღაც და ბავშვები უფრო გულწრფელები არიან თან რა არის იცით მეც ვცდილობ რომ ბავშვებთან გულწრფელი ვიყო აი ყველაზე მეტად მაშინ არ მომწონს ჩემი თავი როცა ჩემს თავს შევატყობ რომ აი ხლა ბუნებრივი არ ვიყავი და გულწრფელი არ ვიყავი იმიტომ რომ იმ ბავშვის მოტყუება შეუძლებელია გძნობს ესე იგი მე რომც ახლა არაფერი არ მეთქვა თქვენთვის ჩემს თქვენდამი დამოკიდებულებას მაინც შეიტყობდით ესმით აი იმიტომ რომ შეუძლებელია ერთმა ადამიანმა მეორე მოატყუოს მარტო ლამაზი სიტყვებით ამიტომ მე ვცდილობ რომ აი მთელი გულით რაღაცა სიყვარულით ვიყო ამ ბავშვების მიმართ როგორ მოვიქცეთ ხალხს რომ უყვარდეთ არ ეცადოთ რომ მაინც და მაინც ისე მოიქცეთ რომ უყვარდეთ იყავით ისეთები როგორებიც ხართ გულწრფელები ბუნებრივები ძალით რომ ეს ადამიანს თავი შეაყვარო ეგრე არა ისეთი იყავი როგორიც ხარ და ისეთი უნდა უყვარდე როგორიც ხარ როგორ იმას კი ანიშნავს რომ მე ახლა დავუშვათ ვიგინები და რაღაცა უზნეოდ ვიქცევი და ესეთი ვარ და რა ვქნა ესეთი უნდა ამიტანოთ და შემიყვანოთ ეგ მაგას არ ნიშნავს მე იცით რას ვამბობ აი მაგალითად არის ხოლმე შემთხვევა რომ სიტყვაზე ადამიანი პაემანზე მიდის ეტყვის საბა შენ გენაცვალ ეგ ქურთუკი მათხოვე
ამ ჩვენ მეგობას ეტყვი, შენ კეპი მათხოვე, იმას საათსა გამოართმევს, იმას სათვალეს, იმას ბოტასებს და მიდის ესე და რა გინდა რომ ისეთი ეჩვენა, როგორიც სინამდვილეში არ ხარ. მიდი იმითი როგორიც ხარ, რაც გაცვია, რაც გაბადია. თუ მოეწონები და შეუყვარდები, ეგეთი შეუყვარდე ჯობია. ვიდრე ის რომ მთელი ის შემოიარო და რაღაცა ესე გამა. თქვენ რა სიტყვით? ბუნებრივი იყავ. ეგრე უფრო კაი. ხო, აბარა. თან ადამიანს შენი შინაგანი მდგომარეობა უნდა უყვარდეს. თორე ის გარეგნული ის სილამაზე ცოტა ხანში უკანა პლანზე გადაიწევს. ეხლა მეგობარს თქვენ ხო არაფასებთ იმით, რომ ასეთი ლამაზია თუ ისეთი ლამაზე. მეგობა შეგ ხო არ გიყვარს, მარტო რაც გარეგნულად არის, შინაგანად გიყვარს და სიტყვაზე რო დაუჯახდები თუ რაღაცა, იქაც ეგ არის. შენი შინაგანად უნდა გიყვარდეს, მისი სული უნდა გიყვარდეს. ის კი არა გარეგნულად როგორ გამოიყურებელი. შენ თუ იმ შინაგანს ფარავ და გინდა რომ მხოლოდ გარეგნულით მოაწონო ადამიანს თავს, ეს ძალიან მოკლევადიანი თანამედროვე ტერმინით ვიტყვი პერსპექტივა. დიდხანს ეს ვერ უძლებს. წინა დღეებში ერთი კაცი გვეუბნებოდა, რომ იერუსალიმიდან გადმოსული ცეცხლი ეშმაკისეულიაო, რითი უნდა დავამტკიცოთ, რომ იერუსალიმიდან გადმოსული ცეცხლი ეშმაკეული არ არის. ეს დიდი ხნის ისტორიის ამბავია, ბავშვო. ეს დღეს და გუშინ კი არ დაწყებული. ყოფილა შემთხვევა, რომ იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი არ შეუშვიათ კუვუკლიაში. კუვუკლია ქვია იმას, სადაც მაცხოვრის საფლავია. და გარეთ სვეტთან იდგა, გალავნის გარეთ სვეტთან. ის სვეტი გასკდა და იქიდან აინთო მაინც და მაინც მართლმადიდებელი პატრიარქის სანთელი. ის სვეტი დღესაც გახეთქილი. დღესაც ყველას იქ ჩამსვლელს შეუძლია რომ ეს ნახოს. თუ არა და მეორე მხრივ რომ დავფიქრდეთ ესე იგი. თუ ეს ღვთისგან არ არის. რატომ მაინც და მაინც იმ კონკრეტულ დღეს ხდება? აღდგომის დღეებში რატო ხდება? ერთი და იგივე დღეს ხდება. ესე რა რწმენის საკითხიც არის. თუმცა ადამიანის რწმენა ამ ცეცხლზე არ დაიყვანება. ადამიანის რწმენა. თუმცა ესეთი საუბრები ადამიანში ეჭვს აჩენს და სწორედ ეს ეჭვი არის ეშმაკისგან. ის ცეცხლი კი არა, არამედ ეს ეჭვი. როგორაა კავშირი მეცნიერება და რელიგია, რადგან მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მაიმუნისგან წარმოიშვა ადამიანი, რელიგიაში კი სულ სხვაგვარადაა და რა სიტყოდით ამაზე. ბავშვებო, მეცნიერების საკვლევის საგანი არ არის რწმენა. ისე რომ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ მეცნიერები ამას ამბობენ რწმენის შესახებ, მეცნიერები იმას ამბობენ, მეცნიერების საკვლევის საგანი არ არის არამატერიალური ამბები. მეცნიერება იკვლევს იმას, რასაც ხედავს და მეცნიერებაც არ არის, ესე იგი, ზუსტი რამ. მეცნიერება დღეს თუ რაღაცას ამბობდა, აი მაგალითად ამბობდა, რომ ატომი არის განუყოფელი. ატომიც ხო განუყოფელს ნიშნავს, არა არ ვიცი ხა ქიმიას სწავლობ თუ არა. მაგრამ დღეს ის ატომიც გაყვეს. ხო და შეიძლება თუ ზუსტი იყო რამდენიმე წლის წინ მეცნიერება, რომელიც ამბობდა, რომ ატომი გაუყოფელია, დღეს ზუსტად ის მოსაზრება აღარ არის ზუსტი. ხო და ისე რომ ბოლომდე ისიც არ შეიძლება. თუმცა ახლა უნდა ვთქვათ, მეცნიერება კი არა, არამედ მეცნიერები. ზოგი არის უღმერთო, ზოგი არის მორწმუნე. თვითონ მეცნიერი. ისე როგორც სპორტსმენი, ზოგი მორწმუნეა, ზოგი ურწმუნოა. თუმცა მეცნიერების საკვლევის საგანი არ არის რწმენა. რა ვიცი, თუ ვინმეს უნდა რომ მაიმუნისგან იყოს წარმოშობილი და ეს მისი არჩევანია, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ადამიანი ღმერთმა თავის ხატად და მსგავსად შექმნა. ჯერ მაიმუნები შექმნა, თავდაპირველად ესე იგი ნათელი შექმნა. შემდეგ სამყარო შექმნა,
შემდეგ გაყო წყალი და მიწა ერთმანეთისაგან და მცენარეები აღმოცენდა, მდინარეები, ტბები, ზღვები, ოკეანეები შეიკრიბა ერთად ეს წყლები. შემდეგ შექმნა მციური სხეულები, მზე, მთვარე, ვარსკვლავები და ასე შემდეგ. შემდეგ მეხუთე დღეს ფრინველები და თევზები შექმნა, მეექვსე დღეს შექმნა ცხოველები. და სულ ბოლოს, ქმნილებათა შორის სულ ბოლოს შექმნა ადამიანი, როგორც სამსამყაროს გვირგვინი. და ადამიანი შექმნა თავის ხატად და მსგავსად. ადამიანში თაბერა თავისი უკვდავი სული. არც ერთ სხვა რამეს მანამდე არა, მხოლოდ და მხოლოდ ადამიანს. და ესე შეიქმნა პირველი ადამიანი, ანუ ადამი. ადამიც მიწისაგან აღებულს ნიშნავს, მიწის მტვრისაგან აღებულს. შემდეგ შექმნა ევა და აქედან იწყება კაცობრიობის ისტორია. ხო და მაიმუნი არის ერთ-ერთი იმ ცხოველთაგანი, რაც ღმერთმა შექმნა. როგორ ხდებიან დედაოები და მამაოები? აი დედაოს რაც შეეხება, მონაზონი სხვაგვარად რო თქვა, თუმცა მონაზონი კაცსაც შეიძლება ერქვას და ქალსაც. მონაზონი მხოლოდ ქალი კი არ არის. მონაზონი ორი სიტყვისგან შედგება. მონო არის ერთი, მხოლოდ და ზოი არის სიცოცხლე. ანუ მარტო ცხოვრები ადამიანი. გინდა მამაკაცი იყოს, გინდა დედაკაცი, რომელიც გადაწყვეტს, რომ მოდი მე მეუღლეს არ შევირთავ, წავალ და განმარტოებით ვიცხოვრებ. და ის მონაზვნად აღიკვეცება, შემონაზვნდება. კაცი ამბობენ ხოლმე ბერათ აღიკვეცება, რომელიც განმარტოებით ცხოვრობს, სხვა ისეთ ადამიანებთან ერთად, ვინაც ეს გადაწყვეტილება მიიღო კიდევ და მონასტერში განმარტოებით ცხოვრობენ. იქიდან არ გამოდიან განსაკუთრებული საჭიროების გარეშე და მათი წინამძღვრის ნებართვის გარეშე, იქიდან არ გამოდიან, იმიტომ რომ ისინი ძირითადად სამ აღთქმას დებენ. ერთი უპოვარებისა, უპოვარება რა არის, რომ არაფერი არ გექნება. ახლა შენ ხო გაქვს შენი სამკაულები, ტანსაცმელი გაქვს, ტელეფონი გაქვს. იქ რაც აქვთ მათ, ყველაფერი არის მონასტრის. მათი კი არ არის ეს მონასტრისა, თვითონ არაფერი არ აქვს. მეორე უბიწოებისა და უქორწინებლობისა რო არ და მესამე რომ მონასტერს არ დატოვებს და მორჩილებით იცხოვრებს იქ. თუ წინამძღვარია დღეს რო ასე და ასე გააკეთე შენ ქალაქში უნდა ჩახვიდე რაღაც გააკეთე, ეგ სხვა ამბავი. ხო და აი ეს არის დედებთან დაკავშირებით. ახლა მამაო შეიძლება მონაზონიც იყოს, ბერათ აღკვეცილსაც მამას უწოდებენ მამაოს. არის მღვდელი კიდე, სამღვდელო ხარისხები კიდე სხვა არის, სამი საფეხური არსებობს. პირველია დიაკონი, ჯერ დიაკვნად აკურთხებენ, შემდეგ არის მღვდელი, შემდეგ არის ეპისკოპოსი. ეს სამი საფეხურია. ეს შეიძლება საერო სამღვდელოება, საერო ხაზითაც იყოს და ამას თეთრი სამღვდელოება ეწოდება. აი მაგალითად როგორიც მე ვარ, მე ხა ოჯახი მყავს, შვილები მყავს, მაგრამ მონასტერში თუ ის მონაზონი ის ბერი თუ მღვდლად აკურთხეს, ის უკვე შავი სამღვდელოების წარმომადგენელი და იქნება მღვდელ მონაზონი, გესმით? ხო. აი ეს არის, ესე შეიძლება. ადამიანს თუ უნდა რომ ღმერთს ემსახუროს და გადადგამს საამისოდ ნაბიჯებს, თუ ღმერთი ინებებს, ეს მოხდება. როგორია რელიგიური სიყვარული და როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ის ადამიანი გვიყვარს თუ არა? აი მე წეგან რაც ვთქვი, თუ მიაქციეთ ყურადღება, ადამიანის შინაგანი სამყარო უნდა გიყვარდეს. გარეგნულზე არ უნდა გააჩერო ის რაღაცა აქცენტი არ უნდა შინაგანად უნდა გიყვარდეს, მისი სულის გადარჩენაც უნდა გინდოდეს და საკუთარი სულისაც. აი თუ უყურებთ ახლა მამა პაისი ათონელის შესახებ, ბერძნებმა გადაიღეს რამდენიმე სერიანი ფილმი მისი ცხოვრების შესახებ. ეს საოცარი ფილმი. ეხლა ნელ-ნელა ქართულადაც ითარგმნება. 2 სერია უკვე ნათარგმნია. ეს არის Facebook-ში არის, მესამე სარწმუნოება ქვია, ხო? თუ წამსი რაღაც საიტია, მოკლედ იქ არის ნათარგმნი. გადაი წმინდა პაისი ათონელის ოჯახი, მისი მშობლები, რა საოცარი ოჯახი იყო, აი როგორ უყვართ ერთმანეთი, როგორ წმენი ცხოვრობა. მე გირჩევთ, რომ მოიძიოთ და უყუროთ, ესე იგი, მე შემიძლია რომ ამისი ლინკები გამოგიგზავნოთ. აი ეს არის სიყვარული, ერთმანეთს როგორ ეპყრობიან, როგორ ექცევიან. მეორედ, ეხლა მე ვთქვი, რომ ერთად ვილაპარაკოთ მეთქი და მარტო მე ვლაპარაკო. მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით. მოდი მეორედ მოსვლაზე თქვენი ლაპარაკეთ. რა არის მეორედ მოსვლა?
ქრისტესთან შეხვედრა. კიდევ თუმცა მეტი რაღა უნდა ვთქვათ, ხო? ქრისტესთან შეხვედრა. აი მაგალითად მამა რომ სახში არ არის. და ჩვენ ისე მოვიქეცით სახში, რომ მამა რო დაბრუნდება, ვიცით რომ უეჭველად გაეხარდება. ხო, ველოდებით რომ მამა მალე მოვიდეს, რომ გაეხარდეს. ან დაუშვათ მოვიქეცით ისე რომ რაღაც გავაფუჭეთ. და ვიცით რომ მამა რო მოვა, ცოტა არის სიამოვნება, ძალიან რბილად რო ვთქვა. მაშინაც ეგრე ძალიან ვიხარია მამის დაბრუნება. ხო, ცოტა რაღაცა ვერა ვართ ისე არხეინად. ხო და ჩვენ ვეცადოთ რომ ისე მოვიქცეთ რომ ქრისტეს დაბრუნება გვიხაროდეს. იქნებიან ადამიანები, ვისაც ერთი სული ექნება, ნეტა მალე მოვიდეს უფალი. მაგრამ იქნებიან ადამიანები, ვისაც ენდოება რომ ნეტა არასოდეს არ მოვიდეს უფალი. არა და ის ნამდვილად მოვა. მე სხვადასხვა ამასწინათ ესეთი რაღაცა ვთქვი რომ თოვლი მოვიდა მოკლედ და უცბად თავში რაღაცა ესეთი აზრები გაჩნდა. აი წარმოიდგინეთ რომ სხვადასხვა მეტალი რო იყოს, ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, რკინა, ალუმინი და ასე შემდეგ და დავუშვათ ძირს ეყაროს და თოვლი მოვიდეს და დაფაროს ეს ყველაფერი. და ახლა ამ თოვლის ქვემოდან ყველა ყვიროდეს რომ მე ვარ ოქრო, მე ვარ ოქრო. ეხა იქ ვერ ატყობ მართლა რომელია ოქრო. მხოლოდ ოქრო არ ყვიროდეს, იმიტომ რომ ოქროს რა აქვს საყვირელი, ისედაც იცის რომ ოქროს. ხო და ყველა ხა ვერ იგებ ადამიანი რომელია მართლა ის ძირფასი. მაგრამ მაშინ როდესაც არავინ არ ელოდებოდა, მზე ამოვიდა. დაადნო თოვლი და ყველა დარწმუნებული იდგა. გარდა ვისი? გარდა ოქროს. იმიტომ რომ ის ღვთის წინაშე, ის მზის წინაშე ისედაც წინავს. და ეს მეორედ მოსვლა სწორედ. ჩვენ ვამბობთ რომ ასეთები ვართ, ისეთი კარგები ვართ. აი უფალი რომ მოვა. წარმოიდგინეთ რომ აი ახლა აქ ჩვენ ვინც ვართ 40 ადამიანი თუ რამდენი ვართ, დაუშვათ ჯერ ჩემი ცოდვები დაეწეროს ამ ეკრანზე. ყველაფერი, რაც ახსარებაში არ მithქვამს. მე ამ პატარა გოგონასი, მე იმის, მე ყველას ისართითაოთ ეს. ყველა ისევ ესე ვისხდებით არხეინად. ვიღაცები ხო ჩვენ შევწყვებით აქ. გესმით რაზე ალაპარაკი. არა და უფალი რო დაბრუნდება, მართლა ეგ მოხდება. ადამიანი, რომელსაც არ ექნება აღსარება, ნათქვამი და შენანებული ცოდვები, ყველას თვალწინ ცხადი იქნება მისი ცოდვა. ხო და იქ მე ესე თავაწეულები ვეღარ ვიქნებით. იქ ბევრი ადამიანი დარწმუნებული იდგება. და ჩვენ ვეცადოთ, რომ მათ რიგებში არ ვიყოთ. და ამისი გზა არსებობს. ეს არის სინანული. შეუძლებელია მონანული ადამიანი, ესე იგი ჯოჯოხეთში იყოს, შეუძლებელი. მაგრამ შეუძლებელია რომ ესე იგი ადამიანი, რომელიც არ ნანობს თავის ცოდვებს და პირიქით ცოდვებს ჩადის, ისეთი რომ გადარჩეს და ცხონდეს. აი ამ სინანულზე გადის ყველაფერი. კიდევ ერთხელ დავესესხო საბას და მარიამს, აღმოაჩინა რომ რაღაცა საფუჭებ და გადაწყვიტა რომ აღარ გააკეთო. და მაშინ ქრისტეს გახარებული გულით დაელოდები რომ მალე მოვიდეს. იცი რატომ? იმიტომ რომ ქრისტეს გულისთვის ბევრი რაღაცის გადატანა მოგიწევს. აი წარმოიდგინეთ სურათი ვაჩვენე ბავშვებს. ერთი ბავშვი სუფთა წყალში დგას და დანარჩენები ტალახში. და აი ამ ბავშვს დასცინიან ყველა. ამის ბავშვი არჩევანის წინაშე დგება, რა გააკეთოს? გამოვიდეს ამ სუფთა წყლიდან და მათთან ერთად ტალახში ჩადგეს იმის გამო რომ აღარ დასცინონ, თუ სუფთა წყალში დარჩეს და ქრისტეს უერთგულოს. და ეხა იმას, ვინც სუფთა წყალში დგას და ქრისტეს ერთგულია, გან ერთი სული არა აქ უფალო, მალე მოდი რომ მალე დამთავრდეს ეს დაცინვა, ეს ჯოჯოხეთი აქ რაც არის და უფალს სიხარულით ელოდებ. მაგრამ ის ტალახში ვინც დგანან, არა უშავს, ის ტალახში ვინც დგანან, ისინი ეგრე სიხარულით ვერ დაელოდებიან. იმიტომ რომ მათ იციან რომ ქრისტეს მოსვლა მათი სატანჯველის დასაწყისია. ამიტომაც აი ეგ გარდაუვალია რომ ქრისტე მოვა, ეგ ნამდვილად ეგრე იქნება. მაგრამ ეგ ჩვენს ცხოვრებაში მოხდება თუ არა, ეგ არავინ არ იცის. მაგის
ასაკი მაგის თარიღი არავის დადგენილი არ აქვს, მაგრამ ჩვენ რომ გარდავიცვლებით, რომც გარდაცვლილები ვიყოთ, თითოეული ადამიანი აღდგება და ქრისტეს შეეგებება. და ქრისტე ორ ნაწილად გაყოფს თელ კაცობრიობას. ერთნი გადარჩებიან და მეორენი ვერ გადარჩებიან. ისე რომ ეს გადარჩენა ადამიანზე არის დიდწილად დამოკიდებული. ღირს თუ არა მეგობრის დაკარგა სიმართლისთვის, რომელიც მათ შორისაა. რა არის იცით? სიმართლე ძალიან კარგია, მაგრამ ზოგჯერ ეს არის ადამიანური სიმართლე. და სიმართლეზე მეტი არის სიყვარული. ეხლა ჩვენ რო უფალი, აი მოგცეოდა სიმართლით. ჩვენ რა გავაკეთეთ? ქრისტე ჯვარს ვაცვით. და მან რა გვითხრა? მამაო, მიუტევი, არ იციან რას აკეთებენ. ხოდა, თუ ადამიანს შეუძლია რომ სიყვარულით მოექცეს, ეს უფრო მეტი იქნება. ადამიანმა რა დროს უფრო ხელსაყრელია რომ ილოცოს და რომელი ლოცები უნდა თქვას. ხელსაყრელი რა დროს უფრო არის, იცით, როდესაც სახლში ყველას ძინავს. აი დილით ცოტა ადრე ადგე. შესაბამისად ცოტა ადრე უნდა დაწვეთ, არა გაგიჭირდება. ჯობია რომ ადამიანმა 11-ის მერე დაიძინოს, 11-ის მერე უკვე ეძინოს, იცი რატომ? არის თურმე რაღაცა ნივთიერება ადამიანში, რომელიც სწორედ 11-დან 2-მდე გამოიყოფა. და ეს ნივთიერება ადამიანის სიცოცხლეს, ადამიანის გარკვეულ უნარებს, მეხსიერებას, ჯანმრთელობას ძალიან დიდწილად ეხმარება. და ეს სწორედ ხდება მხოლოდ 11-დან 2 ღამის 2-მდე. ღამის 2-ის მერე 20 საათიც რო გეძინოს, ის აღარ გამოიყოფა. აი თუნდაც სიტყვაზე ამბობ, აი ჭარბწონიანი რო ადამიანი, ესეც უწყობს ხელს რომ გვიან იძინებს. ზოგს გონია რომ აი ესე იგი ცოტა ჭარბწონიანი რო აი ეთყობა ეს ძილის გუდა ბევრი ძინავს. პირიქით იმას ძილი არ აქვს მოწესრიგებული. გესმით? ესეც ხელს უწყობს. კიდე გონებრივად, მეხსიერებას, რაღაცა სისხარტეს, უფრო მეტად პროდუქტიული ადამიანი. ამიტომაც უნდა ეცადოს ადამიანი რომ 11-ისკენ დაიძინოს და დილით ადრე ადგეს. მაშინ როდესაც ხებს ძინავთ, უფრო იოლია რომ ილოცოს. ახლა შენ თუ ეტყვი რომ მოდი მე უნდა ვილოცო და შენ ტელევიზორი გამორთე და ეგ უკვე არ ვარგა. შენი ძილის ხარჯზე უნდა ილოცო და არა იმის ხარჯზე რომ ვიღაცას რაღაცა გამოათიშინო. ან დაუშვათ ვიღაცა შენგან რაღაცას ელოდება, ის დედა ხარ და საჭმელი უნდა გაუკეთო შვილებს. ახლა შვილები მშივრების ხედან გელოდებიან და შენ მოიცად შვილო უნდა ვილოცო, ეგ არასწორი. სხვის მსახურების ხარჯზე არ უნდა ილოცო. ან სკოლაში აგვიანებ და მოდი არაუშავ და მაინც ვილოცო. ძილის ხარჯზე. ყველაზე სწორი არის, იმიტომ რომ ძილი არის ის, რაც უშუალოდ შენ გეკუთვნის. ეგ მონებსაც კი ჰქონდათ. თავისი ძილის დრო განსაზღვრული. ხელშეუხებელი. ამიტომაც ეგ რაც უშუალოდ შენია, მაგას უნდა მოაკლო. სხვისას არ უნდა მოაკლო. და უფრო კარგი ლოცვა გამოგი. აი დილის ლოცვა, ძილად მისვლის ლოცვა უნდა ილოცოს ადამიანი. და ამ ლოცვით თავადაც ინუგეშებს და ღვთისგან აიღებს ლოცვა კურთხევას, რომ მშვიდობიანი დღე იყოს. მადლობას ეტყვის გასული დღისთვის, გასული ღამისთვის და ხელახლა შესთხოვს ღმერთს, რომ დაიფაროს. ეს ადამიანისგან გამიგია რომ არსებობს აბრამის წიაღი. აბრამის წიაღი, დიახ. რა არის იცით? აბრამის წიაღად სახარებაში სასუფეველიც არის მოხსენიებული. აი მაგალითად, როდესაც მდიდარისა და გლახაკი ლაზარის იგავზია საუბარი. რომ აბრაამის წიაღში მიიყვანეს ანგელოზებმა, ანუ ეს გადარჩენა სულის თხოვნებას ნიშნავს. ძველ აღთქმაში იყო ასევე აბრაამის წიაღად სახელდებული, ესე იგი, როდესაც სანამ ქრისტე ჯვარზე გაეკრებოდა და ჩვენთვის სწორედ ჯვარცმით გაიხსნა კარის სასუფევლის. იქაც იყო საუბარი მასთან დაკავშირებით, რომ ადამიანები კი არ იტანჯებოდნენ, არამედ აბრაამის წიაღში იყვნენ.
კი, ანუ ის ადამიანები, ვინც უნდა ცხონებულიყვნენ, ჯოჯოხეთში იყვნენ, მაგრამ სწორედ ჯოჯოხეთში იყო ის წიაღი, სადაც ადამიანი არ იტანჯებოდა. არა, ეს საბოლოო ჯამში აბრაამის წიაღად მოხსენიებულია სასუფეველი. აი ამ ხა დიდარისა და გლახაკი ლაზარის სიგავის მიხედვით და იქ არის ნათქვამი, რომ ვერც სასუფეველიდან ჯოჯოხეთში და ვერც ჯოჯოხეთიდან სასუფეველში ვერავინ ვერ გადავა. ეს უკვე იმის შემდეგ, რაც ქრისტე მოვა. მანამდე კი ლოცვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ასეთ შედარებას აკეთებენ ხოლმე. როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, მე-40 დღეს წარდგება თავისი პირადი სამსჯავროს წინაშე. აი როგორც მეორედ მოსვლის ჟამს რო საშინელი სამსჯავრო იქნება და ყველა წარდგება, აი ესევე პირველი სამსჯავრო იქნება ადამიანის კერძო სამსჯავრო მე-40 დღეს. ამის შემდეგ ესე იგი მას განეჩინება ის ადგილი, სადაც ის უნდა იმყოფებოდეს, ან სასუფეველი, ან ჯოჯოხეთი. მაგრამ თუ ადამიანს რაიმე ესეთი დიდი მძიმე ცოდვები არ აქვს, თავისი ჭირის უფლის ლოცვით ის შეიძლება რომ გადარჩეს და ცხონდეს. იმიტომაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ აი მე რო წეღან გითხარით, გახსოვთ პანაშვიდის დროს ვინც იყო შიგნით, თქვენი მიცვალებულები მოიხსენეთ. აი მაგ ლოცვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ როდესაც უკვე ქრისტეს მეორედ მოსვლა იქნება, იმის შემდგომ უკვე აღარაფერი აღარ შეიცვალა. ესე რომ აბრაამის წიაღი მაინც სასუფეველს უკავშირდება. ძალიან დაგღალეთ. აბა თქვენგან აი რას გულისხმობ, აი სიყვარულის როგორ უნდა გწამდეს. რო აი ვინმე შეიძლება უყვარდეს? აიცება. ეთქობა თვითონაც არ უყვარს არა უნდა, მაგრამ იმიტომ რომ თვითონ თუ ეყვარება ვინმე, როგორ არ დაიჯერებს. ეხლა დაუშვათ მე შეიძლება თაფლი არასოდეს ნაჭამი არ გქონდეს და ვერ დავიჯერო რომ თაფლი არსებობს. მაგრამ მე თუ თაფლი ნაჭამი მაქვს, მაინც ვერ დავიჯერებ. ხო დავიჯერებ. ხო და ეგეთ ადამიანს სჭირდება ვიღაცა, ვინც თავისი საქციელით დაანახვებს მაგ სიყვარულს. დაანახვეს. ეთქობა ვიღაცა გეგულებათ ეგეთი. ეცადეთ რაც შეიძლება მეტი სიყვარული და სითბოთი მოექცეთ და ის დაინახავს. თუ მას კაცრად მოექცევი, აი ესე წეღარ ვამბობდით სამართლიანად მოექცევი, აი ის ვერ დაინახავს, მაგრამ იმას თუ სიყვარულით მოექცევი, შენში დაინახავს იმ სიყვარულს და იმასაც გული გაუთბება. აბა და თუ არ გაუთბა, კიდე უფრო მეტი სიყვარული ჭირდება. იცი რატო ზოგი ყველა ჩვენ ერთნაირ გარემოში ხო არა ვართ გაზრდილები. ვინ იცის ის საიდან მოდის? რა გამოიარა, რას განიცდი და როგორ ანაირად. ამიტომ ეგრე ერთი ხელის გადასმით რაღაცა გადაწყვიტო ეგეც არ იქნება სწორი. ნახოთ ერთი პატარა ვიდეო თუ ძალიან დაგღალეთ. არა მე. აბა დასვენებული მღვდელი რა თქმა უნდა. უნდა მღვდელი დაიღალოს. რა? დიახ. თუ მაგალითად ადამიანი აკეთებს ისეთ რაღაცას, რაც არ არის კარგი მისთვის, შეძლებს დაეხმარა, მაგრამ არ გამოდის და სხვა შეგვიძლია რომ იქნებ მან შეძლოს მისი დახმარება. ეს სწორია თუ არ არის სწორი? რომ თქვით ის პრობლემა სხვა შეგვიძლია დახმარება. სწორი, ნახე რა არის, სახელი რა ქვია? მარიამ. ყველაზე მთავარი იცი რა არის? ადამიანის мотиваცია. შენი მიზანი რომ ის იყოს რომ ის ცუდად აკეთებს რაღაცას და დააბეზღო, ეგ არ ვარ. მაგრამ мотиваცია თუ ისაა რომ შენ მას დაეხმარო და შენი ძალები არ ყოფნის ამაში, ეგ პირიქით კარგია. ანუ დაუშვათ აი ეგეც არის ხო, მაგრამ მაგ შემთხვევაში თუ ფიქრობ რომ
კი ბატონო, მაგ შემთხვევაში თუ ფიქრობ, რომ შეიძლება არ ესია მონოს. ეხლა შენ ხო იცნობ, ვიზაც ლაპარაკობ, ხო იცნობ როგორია რა? შეიძლება ჯერ მას უთხრა, რომ რაღაცა მოდი დავიხმაროთ ვიღაცა ამ საქმეში, რომ შეიძლება ეს არ გამოდის. თუ არა და კიდე ერთი საშუალება ძალიან ძლიერი. ლოცვას ძალიან დიდი ძალა აქვს. იმ ადამიანისთვის რომ ილოცო. და რაც შენთვის შეუძლებელია, ის ღმერთისთვის არის შესაძლებელი. და აღმოაჩენ რომ მოხდება რაღაც ისეთი, რომ იქ რაღაცა შეიცვალა. თუმცა ხო აი მარიამი მართალია, შეიძლება არ ესია მონოს. შენი განწყობა, შენ ღვთის წინაშე მაგითი არ დააშავებ. მაგრამ აი იმ კონკრეტული ადამიანის წინაშე თუ იცი რომ მას შეიძლება აწყენინო ამით, მაგრამ მე ხა მოდი მეორე მხრივ შევხედოთ. დავუშვათ ადამიანი იხჩობა. და იმას უნდა რომ დაიხჩოს. და არ უნდა იმას რომ სხვამ გაიგოს რომ იხჩობა. შენ წახვედი და ვიღაც უთხარი, არიქა ხალხო, მარიამ მომეხმარეს აბა, ირმა მასწავლებელო მომეხმარე, წამოდით უშველოთ. და ეხლა ჩვენ იმაზე ვიფიქროთ რომ იმას ეწყინება? მაგაზე ჯერ უნდა გადაარჩინო. არ ჯობია, წყენ არ ჯობია იმის დახრჩობას? ხო ჯობია. ხო და ეწყინოს, არა უშავ, ხო გადაარჩენ. თუ გადაარჩენ, თუ ამაზე, ხო და გააჩინა აი კონკრეტულ სიტუაციაში, ისე უნდა მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ ზოგადად ვამბობ, რომ мотиваცია არის ყველაზე მთავარი. შიგნიდან რა გამოძრავებს, რატო ეუბნები სხვას? იმიტომ რომ ენა მოიქაო და ილაპარაკო იმაზე თუ გულით ტკივა და მოდი რაღაცით მივეხმაროთ. და ყველას ისე უნდა მოექცე, როგორც შენ გინდა რომ მოგექცეს. აი მანდედან ამოდით ხომ, ეგ იყოს ამოსავალი წერტილი. როგორც მე მინდა რომ მომექცეს სხვა, აბა დავფიქრდე მე ახლა მომეწონებოდა რომ ესე მოგცეოდნენ და იმის მიხედვით მიიღო უნდა გადაწყვეტილება. ეგ სწორი იქნება, იმიტომ რომ უფალი გაამბობს მაგას, რომ შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავისთვის. ეგ სწორედ მაგას ნიშნავს. აი მიუსადაგე ეს ფორმულასავით, ეს წესი, ეს ოქროს წესია სახარებისო. ყველა სიტუაციას მიუსადაგე, სანამ ადამიანზე სიტყვი დაფიქრდი. ეს რო ჩემზე თქვენ მომეწონება, სანამ ვინმეზე გაიფიქრებ რამეს, მან რო ჩემზე ეს იფიქროს, მე მომეწონება და თუ რამე არ მოგწონს, შენც ნოიზამ. და სულთად გამოხვალ ამ სიტუაციიდან. ფერვის გამომცემია, რომ არის ის ცოდვა, რომ შენ თავს კი, როგორც არის კარტი უფროსი და რაღაც მაგდაგვარი. ხო. მაგრამ კონკრეტულად არ ამბობენ ყურის პირზე. ანუ ამბობენ სხვა ადგილებზე. და ანუ ხო შეიძლება რომ ისიც ჩაიტაროს როგორც შენ თავს კენა და არა სხვა ადგილებში, ასე ვთქვათ, ატუს ან პირსეთის გაკეთება. რა არიცი, რაღაცა არსებობს ზღვარი, რასაც არ უნდა გადააბიძოს ადამიანი. ეხლა გოგონამ რაღაცა სამშვენისი გაიკეთოს. ამაში ცუდი არაფერი არ არის, ზომიერად თუ გააკეთოს, მაგრამ ეხლა ხო ეტყობა ზოგ შემთხვევაში რომ უკვე გადაჭარბებული. და ის რაღაცა ზღვარი არ უნდა დაარღვე, ეს უნდა დაიცვა, თორე თუ ეხლა ისე გამოეწყობი სადღესასწაულოთ, რომ გინდა რომ ლამაზად გამოიყურებოდე, ეს კი არ არის პრობლემა, მაგრამ უკვე ზღვას რო ცილდება და ეს გამომწევად გამოიყურები, ეგ უკვე პრობლემაა. გესმით, აი ვიღაცისთვის თუ შენ საცდური გახდები ამით, ეგ უკვე პრობლემაა. თორე თუ ისე თუნდაც იმ ფერუმარის ისე მოიხმარ, რომ თანამედროვე სიტყვით ვიტყვი კოსმეტიკურ საშუალებებს, რომ შენ აი მაინც და მაინც არ გეტყობა და არ ყვირის ეგ. ამაში ცუდი არაფერი არ არის, თუ ლამაზად გამოიყურები, მაგრამ ახლა ყოველგვარი ზედმეტობა უკვე არ შეშვენის ქრისტიანს. ადამიანს არ შეშვენის, მოდი ესე ვთქვათ, ადამიანს ყველაზე მეტად უბრალოება შეშვენის. მაგრამ თავარი მაინც არის შინაგანად როგორია ადამიანი. სოლომო ბრძენი ასეთ რამეს ამბობს. რაღა ოქროს რგოლი ღორის დინგზე და რაღა უგუნური ქალის სილამაზე.
ეხლა უგუნური ქალი შინაგანად უგუნურია, უღმერთოა, უსიყვარულოა, რაღაცა უზნეოა. როგორი ლამაზიც არ უნდა იყოს. რა, ოქროს რგოლი რო გაუკეთო ღორს დინგზე, ღორი აღარ იქნება. ხო მაინც ეგ იქნება. ამიტომ თავარი ის კი არ არის რა უკეთია იმას. თავარია ის რა არის თვითონ. ადამიანიც ეგრე. ტაძარში ეკლესიაში ის ანუ კედლები რატომ არ ამოხატული? ეგ დიდი ფუფუნება. კი, საკმაოდ. არა და მოხატულ ტაძარში ლოცა სულ სხვანაირი. სხვა განწყობა, სხვა რეალობის წინაშე დგები, აი ხატებს რო უყურებ, ფრესკებს იმ წმინდანებს უყურებ, ის სულ სხვა შინაგანად აი სხვანაირად განგაწყობს ლოცვისთვის, ეს ძალიან კარგი. თუმცა ყველაფერი შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. ისე რომ თქვენ ილოცეთ, რომ ეს ტაძარი კი არა, ყველა ტაძარი რომ მოხატული იყოს. ილოცეთ, თქვენს ლოცვას დიდი ძალა აქვს. მაგიტომ არ არის მოხატული. კარგი, დავასრულოთ მაშინ, არა, თქვენთან ზენაუნდეგები არ იქნებით. ჩვენ ბანაკში გვყავდა ბავშვები, ესეთ ბანაკებს ვაწყობთ ხოლმე პერიოდულად. და ერთ-ერთი ბოლო ბანაკი ეს იყო, ეხლა რასაც გაჩვენებთ, 5 დღეღამით ვიყავით და ერთად ვნახოთ.